მე ძალიან ახლოდან ვადევნებდი თვალს აღმოსავლეთ ევროპაში, ყოფილ საბჭოთა კავშირში და რუსეთში ბოლო 36 წლის განმავლობაში მიმდინარე მოვლენებს. 1989 წელს ვიყავი პოლონეთის მთავრობის მრჩეველი, 1990-91 წლებში პრეზიდენტ გორბაჩოვის მრჩეველი, 1991-93 წლებში პრეზიდენტ ელცინის მრჩეველი, ხოლო 1994 წელს პრეზიდენტ კუჩმას მრჩეველი უკრაინაში. ასევე მე დავეხმარე ესტონეთს ეროვნული ვალუტის შემოღებაში. დავეხმარე რამდენიმე ქვეყანას ყოფილ იუგოსლავიაში, განსაკუთრებით სლოვენიას. მე 36 წლის განმავლობაში მოვლენებს თვალს ძალიან ახლოდან ვადევნებდი. მაიდანის მოვლენების შემდეგ ახალი ხელისუფლების თხოვნით კიევში ჩავედი, მთავარ მაიდანზე წამიყვანეს და უშუალოდ ადგილიდან ბევრი რამ შევიტყვე. მე 30 წელზე მეტია კონტაქტი მაქვს რუს ლიდერებთან, ასევე პირადად ვიცნობ ამერიკის პოლიტიკურ ელიტას. ჩვენი ყოფილი ფინანსთა მინისტრი 51 წლის წინ ჩემი მაკროეკონომიკის მასწავლებელი იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ნახევარი საუკუნის მეგობრობა გვაკავშირებდა. მე ამ ხალხს ვიცნობ და მინდა, რომ ეს აღვნიშნო, რადგან რასაც ვამბობ, არ არის მეორე წყაროდან მიღებული ინფორმაცია ან იდეოლოგია. ეს არის ის, რაც საკუთარი თვალით მინახავს და საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით გამიგია. ეს არის ჩემი შეხედულება იმ მოვლენებზე, რომლებმაც ევროპა სხვადასხვა კონტექსტში მოიცვა. ეს მხოლოდ უკრაინის კრიზისს არ ეხება. საუბარია 1999 წლის სერბეთზე, ახლო აღმოსავლეთის ომებზე, მათ შორის ერაყსა და სირიაში, ასევე აფრიკის კონფლიქტებზე, მათ შორის სუდანში, სომალში და ლიბიაში. შესაძლოა გაგიკვირდეთ და უარყოთ ის, რასაც ვიტყვი, მაგრამ ეს ომები ძირითადად ამერიკის შეერთებულმა შტატებმა წარმართა და გამოიწვია და უკვე 40 წელია ასე გრძელდება. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, 1990-91 წლებში საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გადაწყვიტა, რომ ახლა ისმართავდა მთელს მსოფლიოს და არ სჭირდებოდა სხვისი შეხედულებების, წითელი ხაზების, უსაფრთხოების ინტერესებისა თუ საერთაშორისო ვალდებულებების გათვალისწინება. ვწუხარ, რომ ამას ასე პირდაპირ ვამბობ, მაგრამ მინდა, რომ ეს ნათლად გაიგოთ. 1991 წელს მე ძალიან ვეცადე დახმარება გამეწია გორბაჩოვისთვის, რომელიც ჩემი აზრით თანამედროვეობის უდიდესი სახელმწიფო მოღვაწე იყო. წოდა ხნის წინ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს არქივის დოკუმენტები წავიკითხე, სადაც აღწერილია, როგორ დასცინეს და უგულებელყვეს ჩემი წინადადება იმის შესახებ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები საბჭოთა კავშირს ფინანსურ სტაბილიზაციასა და რეფორმებში უნდა დახმარებოდა. დოკუმენტებში, მათ შორის ჩემი ჰარვარდელი კოლეგების პოზიციებში, ჩანდა მათი დამოკიდებულება, რომელიც შემდეგნაირად ჟღერდა. ჩვენ გავაკეთებთ მინიმალურს, რათა თავიდან ავიცილოთ კატასტროფა, თუმცა მხოლოდ მინიმალურს, რადგან ეს არ არის ჩვენი ვალდებულება და უფრო მეტიც, მათი დახმარება არ შედის ჩვენს ინტერესებში. 1991 წლის შემდეგ, როცა საბჭოთა კავშირი საბოლოოდ დაიშალა, ეს შეხედულება კიდევ უფრო გაძლიერდა. იმდროინდელი ამერიკელი პოლიტიკოსები, როგორიც იყვნენ ჩეინი, ვოლფოვიცი და სხვები, პირდაპირ აცხადებდნენ. ახლა ეს ამერიკის მსოფლიოა და ჩვენ გავაკეთებთ იმას, რაც გვინდა. მათი მიზანი იყო საბჭოთა კავშირის დარჩენილი გავლენების გასუფთავება. ამიტომ ერაყი, სირია და მსგავსი საბჭოთა კავშირის ყოფილი მოკავშირე ქვეყნები უნდა დაცემულიყო. ჩვენ უკვე 33 წელია ამ საგარეო პოლიტიკის შედეგებს ვხედავთ. ევროპას ეს პოლიტიკა მძიმე ფასად დაუჯდა. ევროპას არ ჰქონია არანაირი დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკა. არ არსებობდა ხმა, ერთიანობა, სიცხადე ან ევროპული ინტერესების დაცვა. მხოლოდ ამერიკისადმი მორჩილება. იყო რამდენიმე გამონაკლისი, მაგალითად 2003 წელს, როცა საფრანგეთმა და გერმანიამ უარი თქვეს ერაყის ომში ჩარევაზე, რადგან ის გაეროს უსაფრთხოების საბჭოს გვერდის ავლით ხორციელდებოდა. მაგრამ ეს ომი უშუალოდ ნეთანიაჰუსა და მისი მოკავშირეების მიერ იყო ინსპირირებული ამერიკის პენტაგონში. 1991 წლიდან 2008 წლამდე ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ნატო განუწყვეტლივ გაფართოებულიყო აღმოსავლეთისკენ, ბრიუსელიდან ვლადივოსტოკამდე. ამერიკული სტრატეგია იყო, რომ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში ყოფილიყო ამერიკული სამხედრო ბაზები. ნეიტრალიტეტი ამერიკული პოლიტიკის ლექსიკონში ყველაზე დამამცირებელი სიტყვა გახდა. თუ ქვეყანა არ იყო ამერიკის შეერთებული შტატების მოკავშირე, მაშინ ის მტრად ითვლებოდა, ხოლო თუ ნეიტრალური იყო, მაშინ სრულიად არასანდოდ. ამ პოლიტიკის ოფიციალური დადასტურება 1994 წელს მოხდა, როცა პრეზიდენტმა კლინტონმა ნატოს აღმოსავლეთით გაფართოების დოკუმენტს მოაწერა ხელი. თუმცა თუ გადავხედავთ 1991 წლის 7 თებერვლის შეხვედრას, სადაც გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰანს დიტრიხ გენშელმა და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჯეიმს ბეიკერმა გორბაჩოვთან მოლაპარაკებები გამართეს, აღმოვაჩენთ, რომ გენშელმა საჯაროდ განაცხადა შემდეგი: ნატო აღმოსავლეთისკენ არ გაფართოვდება. ეს დაპირება იურიდიულ კონტექსტში გაკეთდა და არ იყო მხოლოდ სიტყვიერი დაპირება. ეს გახლდათ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პირველად მიღწეული საერთაშორისო შეთანხმება გერმანიის გაერთიანებასთან დაკავშირებით, თუმცა მოგვიანებით ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ეს შეთანხმება
გაფართოება უგულებელყო და ნატოს უწყვეტი გაფართოება დაიწყო. ამის დამადასტურებელი უამრავი დოკუმენტია ხელმისაწვდომი ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის ეროვნული უსაფრთხოების არქივში. შეგიძლიათ მოიწიოთ What Gorbachev heard about NATO და თავად დარწმუნდეთ, რომ ამერიკული ოფიციალური ნარატივი ამ საკითხზე სიცრუეა. არქივების მიხედვით სრულად ნათელია, რომ 1994 წელს მიიღეს გადაწყვეტილება ნატოს უკრაინამდე გაფართოების შესახებ. ეს არის პროექტი, რომელიც არ ეკუთვნის მხოლოდ ერთ ადმინისტრაციას. ეს არის ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის პროექტი, რომელიც 30 წელზე დიდი ხნის წინ დაიწყო. 1997 წელს ზბიგნევ ბჟეზინსკიმ დაწერა დიდი საჭადრაკო დაფა, რომელიც არ წარმოადგენდა მხოლოდ მის პირად მოსაზრებებს. ეს იყო ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის გადაწყვეტილებების საჯარო განმარტება წიგნის ამ წიგნში ევროპისა და ნატოს აღმოსავლეთით გაფართოება აღწერილია, როგორც ერთდროული პროცესი. ამასთანავე არის შესანიშნავი თავი, რომელიც განიხილავს საკითხს, რას გააკეთებს რუსეთი, როცა ევროპა და ნატო აღმოსავლეთით გაფართოვდებიან. მე პირადად ვიცნობდი ბჟეზინსკის. ის ჩემს მიმართ ძალიან კეთილად იყო განწყობილი. მაშინ პოლონეთის მრჩეველი ვიყავი და მან დიდი დახმარება გამიწია. ის ჭკვიანი კაცი იყო, თუმცა ყველაფერში შეცდა. 1997 წელს დაწვრილებით დაწერა, თუ რატომ ვერ გააკეთებდა რუსეთი ვერაფერს ნატოსა და ევროპის აღმოსავლეთით გაფართოების წინააღმდეგ. სინამდვილეში ის არ საუბრობდა მხოლოდ ევროპის ან ნატოს გაფართოებაზე. ეს იყო სტრატეგია, გეგმა, პროექტი. ბჟეზინსკი ასევე ამტკიცებდა, რომ რუსეთი ვერასოდეს დაუახლოვდებოდა ჩინეთს. ეს წარმოუდგენელია, წერდა ის და ამტკიცებდა. რუსეთი ვერასოდეს გაერთიანდება ირანთან. რუსეთს სხვა გზა არ აქვს გარდა ევროპასთან ინტეგრაციისა. ამიტომ, როდესაც ევროპა აღმოსავლეთისკენ გაიწევს, რუსეთი ვერაფერს გააკეთებს. ეს მორიგი ამერიკელი სტრატეგოსის თვალსაზრისს ჰგავდა. ამერიკის შეერთებული შტატები მუდმივად დარწმუნებულია, რომ იცის, რას გააკეთებენ მისი გეოპოლიტიკური ოპონენტები, მაგრამ ყოველთვის ცდება. ამის მიზეზია ის, რომ ამერიკელი სტრატეგები თამაშის თეორიას ეყრდნობიან და სინამდვილეში არ ესაუბრებიან მეორე მხარეს. ამ პროექტს ამერიკის შეერთებული შტატები 30 წლის განმავლობაში აგრძელებდა, შესაძლოა ამ ბოლო პერიოდამდე. უკრაინა და საქართველო ამ პროექტის გასაღები ქვეყნები იყვნენ. რატომ? იმიტომ, რომ ამერიკა ბრიტანელებისგან სწავლობს. ჩვენ ბრიტანეთის იმპერიის მიმბაძველები ვართ. 1853 წელს ლორდ პალმერსტონმა გაიაზრა, რომ თუ რუსეთს შავ ზღვაში შემოსაზღვრავ, მას აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვისკენ გასასვლელს დაუბლოკავ. ახლა ჩვენ ვხედავთ, როგორ ახორციელებს ამერიკა იმავე პროექტს 21 საუკუნეში. იდეა იყო, რომ უკრაინა, რუმინეთი, ბულგარეთი, თურქეთი და საქართველო გაერთიანდებოდნენ შავი ზღვის სანაპიროს ბლოკში, რითაც რუსეთს მსოფლიო მოთამაშის სტატუსს მოუსპობდა. შავ ზღვაში და შესაბამისად ხმელთაშუა ზღვაში გასასვლელს დაუბლოკავდა და მას მხოლოდ რეგიონულ ძალად აქცევდა. ბჟეზინსკი ამ ყველაფერზე სრულიად მკაფიოდ წერს. ამ პროექტის ფესვები კიდევ უფრო შორს მიდის. ეს არ არის მხოლოდ მე-20 საუკუნის გეგმა. ეს ფაქტობრივად პალმერსტონის დროიდან იღებს სათავეს. მე ვიცნობდი ყველა ადმინისტრაციას, ყველა პრეზიდენტს, ყველა გუნდს, კლინტონიდან ბუშამდე, ობამადან ტრამპამდე. არაფერი შეცვლილა. ბაიდენი ჩემი აზრით ყველაზე უარესი იყო. შესაძლოა იმიტომ, რომ ბოლო წლების განმავლობაში ის სრულად ვეღარც კი ფუნქციონირებდა. ამას სერიოზულად ვამბობ და არა ირონიულად. ამერიკული პოლიტიკური სისტემა მთლიანად მედია მანიპულაციებზეა დაფუძნებული. შეიძლება პრეზიდენტი ფაქტობრივად ვერ ფუნქციონირებდეს, მაგრამ მას ეძლევა უფლება არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა. მისი ერთადერთი შეცდომა ის იყო, რომ 90 წუთის განმავლობაში სცენაზე მარტო იდგა და ის საკმარისი აღმოჩნდა. ეს რომ არ მომხდარიყო, ის კვლავ იბრძოლებდა მეორე ვადისთვის, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა საღამოს 4 საათის შემდეგ ჩასწინებოდა. ეს არის რეალობა და ყველას ესმის, თუმცა ამის ხმამაღლა თქმა უხერხულია. დღეს ჩვენ თითქმის არაფერზე ვამბობთ სიმართლეს. ეს პროექტი 1990-იანი წლებიდან მოყოლებული გრძელდება. 1999 წელს ბელგრადის 78 დღიანი დაბომბვაც ამ პროექტის ნაწილი იყო. სუვერენული ქვეყნების საზღვრები თითქოს ხელშეუხებელი უნდა იყოს. არა, მაგრამ კოსოვოს შემთხვევაში არა. ეს ნორმალურია. ამერიკა ცვლის საზღვრებს, როცა ეს მისთვის მოსახერხებელია. სუდანიც ამ პროექტის ნაწილი იყო. როგორ ფიქრობთ, იყო თუ არა სინამდვილეში სამხრეთ სუდანის აჯანყება ადგილობრივი ამბოხი? გინდათ თქვენთვის CIA-ის სამოქმედო გეგმა მოვამზადო? სამხედრო კონფლიქტები უზარმაზარ ხარჯებთან არის დაკავშირებული. იარაღი, წვრთნა, ბაზები, დაზვერვა, დაფინანსება. ეს ყველაფერი დიდი სახელმწიფოების მხარდაჭერას საჭიროებს. სამხრეთ სუდანი ვერ დაამარცხებდა ჩრდილოეთ სუდანს მხოლოდ ადგილობრივი შეიარაღებული დაპირისპირებით. ეს იყო ამერიკის შეერთებული შტატების პროექტი. მე ხშირად დავდიოდი ნაირობიში და შეხვედრილ ვარ ამერიკელ სამხედროებსა და სენატორებს, რომლებიც სუდანის პოლიტიკით ღრმად იყვნენ დაინტერესებული. ეს ყველაფერი იყო ერთპოლუსიანობის თამაშის ნაწილი. ნატოს
გაფართოება 1999 წელს დაიწყო, როცა უნგრეთი, პოლონეთი და ჩეხეთი მასში გაწევრიანდნენ. რუსეთი უკმაყოფილო იყო, მაგრამ ეს ქვეყნები მის საზღვრებთან ახლოს არ იმყოფებოდნენ. ამიტომ მისი პროტესტი იგნორირებული დარჩა. შემდეგ მოვიდა ჯორჯ ბუში. 9/11-ის შემდეგ პრეზიდენტმა პუტინმა ამერიკის შეერთებულ შტატებს სრული მხარდაჭერა შესთავაზა, მაგრამ 2001 წლის 20 სექტემბერს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 5 წელიწადში 7 ომის წამოწყების გადაწყვეტილება მიიღო. ამას ადასტურებს გენერალი უესლი კლარკი, რომელიც იმ დროს ნატოს გენერალური მდივანი იყო. 2001 წლის 20 სექტემბერს ის პენტაგონში მივიდა და გადაეცა დოკუმენტი, რომელშიც 7 ომის გეგმა იყო აღწერილი. ეს ომები სინამდვილეში ბენიამინ ნეთანიაჰუს პროექტი იყო. მიზანი იყო, რომ ისრაელს მთლიანად ეკონტროლებინა ტერიტორია, ხოლო მათ, ვინც წინააღმდეგი იქნებოდა, ამერიკა დაამხობდა. ესეთი იყო ამერიკის შეერთებული შტატების ოფიციალური პოლიტიკა ამ დრომდე. არ ვიცით შეიცვლება თუ არა ის ახლა. ერთადერთი განსხვავება ის არის, რომ შესაძლოა ღაზა ამერიკის კონტროლქვეშ აღმოჩნდეს ისრაელის ნაცვლად. ეს იდეა უკვე 25 წელი არსებობს. უფრო ზუსტად, ის 1996 წლის დოკუმენტიდან მოდის, სახელწოდებით A Clean Break, რომელიც ნეთანიაჰუმ და მისმა ამერიკელმა მოკავშირეებმა შეადგინეს, რათა დაესრულებინათ ორი სახელმწიფოს იდეა. შეგიძლიათ ეს ასევე ონლაინ მოიძიოთ. ეს გახლავთ პროექტები, გრძელვადიანი მოვლენები. ეს არ არის პერსონები, კლინტონი, ბუში, ობამა. ამერიკული პოლიტიკის ამგვარი აღქმა მოსაწყენი მიდგომაა. თითქოს ეს მხოლოდ დღევანდელი თამაში იყოს. სინამდვილეში ეს ასე არ არის. ნატოს გაფართოების შემდეგი ეტაპი 2004 წელს შედგა, როდესაც მასში კიდევ 7 ქვეყანა გაწევრიანდა. 3 ბალტიის სახელმწიფო, რუმინეთი, ბულგარეთი, სლოვენია და სლოვაკეთი. ამ დროს რუსეთი სერიოზულად აღშფოთებული იყო. ეს სრულიად არ ხვევდა ომის შემდგომ წესრიგს, რომელიც გერმანიის გაერთიანებასთან ერთად იყო შეთანხმებული. ფაქტობრივად, ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან ეს იყო ფუნდამენტური ტყუილი და კოოპერაციული შეთანხმების დარღვევა. ამერიკის შეერთებული შტატები ასე მოიქცა, რადგან ის ერთპოლარული მსოფლიოს წესრიგს ემხრობოდა. როგორც ყველას ახსოვს, გასულ კვირას მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია გაიმართა, ხოლო 2007 წელს პრეზიდენტმა პუტინმა განაცხადა: გაჩერდით საკმარისია, გაჩერდით ახლავე, ხოლო 2008 წელს შეერთებულმა შტატებმა ევროპის ნების წინააღმდეგ გაატარა ნატოს გაფართოების იდეა უკრაინასა და საქართველოში. ეს გრძელვადიანი პროექტია. 2008 წლის მაისში ნიუ-იორკში ბატონ სააკაშვილს მოვუსმინე. შემდეგ დავურეკე სონიას და ვუთხარი: ეს კაცი გიჟია. ერთი თვის შემდეგ საქართველოში ომი დაიწყო, რადგან შეერთებულმა შტატებმა მას უთხრა: ჩვენ გადავარჩენთ საქართველოს. ის კი საგარეო ურთიერთობათა საბჭოს წინაშე იდგა და აცხადებდა, რომ საქართველო ევროპის ცენტრშია. უკაცრავად ქალბატონებო და ბატონებო, თუმცა საქართველო ევროპის ცენტრში არ არის. უახლესი მოვლენები არ უწყობს ხელს საქართველოს უსაფრთხოებას. როდესაც თქვენი პარლამენტარები ან ევროპელი პოლიტიკოსები იქ ჩადიან, ისინი საქართველოს განადგურებას უწყობენ ხელს. ეს არ არის საქართველოს დაცვა, ეს მის სრულ განადგურებას ნიშნავს. როგორც ყველა მიცის, 2008 წელს CIA-ის ყოფილმა დირექტორმა უილიამ ბერნსმა კონდოლიზა რაის ვრცელი შეტყობინება გაუგზავნა ნატოს გაფართოებაზე. იქ ეწერა: არა ნიშნავს არა. ჩვენ ეს ჯულიან ასანჟის წყალობით ვიცით, რადგან დამიჯერეთ ამერიკელ ხალხს არაფერს ეუბნებიან, არც თქვენ, არც თქვენი გაზეთები. ვიქტორ იანუკოვიჩი 2010 წელს ნეიტრალიტეტის დაპირებით აირჩიეს. რუსეთს არ ქონია არანაირი ტერიტორიული პრეტენზია უკრაინაზე. მე იმ პერიოდში იქ ვიყავი. რუსეთი მხოლოდ 25 წლიანი იჯარით ცდილობდა სევასტოპოლის საზღვაო ბაზის შენარჩუნებას 2042 წლამდე. დამორჩა. არც ყირიმი, არც დონბასი არ შედიოდა მის გეგმებში. მტკიცება, რომ პუტინი რუსულ იმპერიას აღადგენს ბავშვური პროპაგანდაა. ბოდიშით, მაგრამ ვინც პოლიტიკის წლიდან წლამდე განვითარებას იცნობს, ეს აბსურდულად გულუბრყვილო ისტორიაა. თუმცა როგორც ჩანს, ბავშვური ნარატივი უფრო კარგად მუშაობს, ვიდრე გონივრული ანალიზი. აშიშიმ გადაწყვიტა იანუკოვიჩი დაემხო. ამას რეჟიმის შეცვლის ოპერაცია ეწოდება. ასეთი ოპერაციები აშიშის მიერ მთელ მსოფლიოში დაახლოებით 100-ჯერ მაინც განხორციელებულა, მათ შორის თქვენს ქვეყნებშიც. ეს CIA-ის საქმიანობის ძირითადი ნაწილია. ამერიკაში თუ მოწინააღმდეგე არ მოგწონს, მასთან მოლაპარაკებას არ აწარმოებ, არამედ მის გადაყენებას ცდილობ. სასურველია ფარული გზებით. თუ ეს არ იმუშავებს, მაშინ ღიად მოქმედებ. შემდეგ კი ყოველთვის ამბობ: ეს ჩვენი ბრალი არ არის, ისინი აგრესორები არიან. ეს ჰიტლერის მეთოდებია. აღნიშნული ფრაზა ყოველ 2 ან 3 წელიწადში ერთხელ მეორდება. იქნება ეს სადამ ჰუსეინის, ასადის თუ პუტინის შემთხვევაში. ეს ძალიან მოსახერხებელია, რადგან ეს არის საგარეო პოლიტიკის ერთადერთი ახსნა განმარტება, რომელსაც ამერიკელი ხალხი მუდმივად იღებს. 2014 წელს აშიში აქტიურად მუშაობდა იანუკოვიჩის დასამხობად. ყველამ მოისმინა გაჟონილი სატელეფონო ჩანაწერი, სადაც ვიქტორია ნულანდი და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საუბრობდნენ. ამ საუბრიდან ნათელი გახდა, რომ აშიში აყალიბებდა ახალ მთავრობას კიევში. ამის შემდეგ დაიდო მინსკის შეთანხმებები, განსაკუთრებით
შედარებით მინსკი 2, რომელიც აღმოსავლეთ უკრაინის რუსულენოვან რეგიონებში ავტონომიას ითვალისწინებდა, მაგრამ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და უკრაინამ გადაწყვიტეს, რომ შეთანხმების პირობები არ უნდა შესრულებულიყო. გერმანია და საფრანგეთი, რომლებიც გარანტორები იყვნენ, არაფერს აკეთებდნენ. ეს იყო კიდევ ერთი ამერიკული ერთპოლარულობით განმსჭვალული ქმედება, სადაც ევროპას კვლავ არანაირი მნიშვნელოვანი როლი არ ჰქონია. შემდეგ მოვიდა ტრამპი, რომელმაც უკრაინისთვის სამხედრო დახმარება გაზარდა. უკრაინამ დონბასში შეტევა გააძლიერა, რასაც ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. მინსკი 2 ფაქტობრივად აღარ არსებობდა. შემდეგ მოვიდა ბაიდენი. მე ყველა ამ ადამიანს ვიცნობ. ოდესღაც დემოკრატიული პარტიის წევრი ვიყავი, მაგრამ ახლა არც ერთ პარტიას არ ვეკუთვნი, რადგან ორივე მათგანი ერთნაირია. დემოკრატები საბოლოოდ გადაიქცნენ ომის პარტიად. მშვიდობისკენ მიმართული არც ერთი ხმა აღარ ისმის. ზუსტად ისევე, როგორც ევროპაში, სადაც პოლიტიკოსების უმეტესობა იგივე გზას ადგას. 1991 წლის ბოლოს პუტინმა უსაფრთხოების შეთანხმების 2 პროექტი წამოაყენა. ერთი ევროპასთან და მეორე შეერთებულ შტატებთან. 2021 წლის 15 დეკემბერს აშშ-მ თავისი წინადადება წარადგინა. იმ დღესვე თეთრ სახლში ჯეიკ სალივანთან 1 საათიანი სატელეფონო საუბარი მქონდა. ვევედრებოდი, ჯეიკ, შენ შეგიძლია აირიდო ომი. უბრალოდ უნდა განაცხადო, რომ ნატო უკრაინაში არ გაფართოვდება. მან მიპასუხა, ნუ ღელავ, ნატო არ აპირებს უკრაინაში გაფართოვებას. მე ვუთხარი, ჯეიკ, შენ ეს საჯაროდ უნდა განაცხადო. მან მითხრა არა, ამას საჯაროდ არ ვიტყვით. ვუპასუხე, ჯეიკ, თქვენ მიიღებთ ომს ისეთი რაღაცის გამო, რაც ისედაც არ იგეგმება რომ მოხდეს. სალივანმა მითხრა, ნუ ღელავ, ომი არ იქნება. ეს ადამიანები ნამდვილად არ არიან ჭკვიანები. თუ გულწრფელად გეტყვით, ისინი უბრალოდ სუსტები არიან. მათთან 10 წლეულების განმავლობაში მქონდა საქმე. ისინი მხოლოდ საკუთარ თავს ელაპარაკებიან, სხვის მოსმენას არ ცდილობენ. ისინი თამაშობენ არაკოოპერატიული თამაშის თეორიას, რაც გულისხმობს, რომ არ ელაპარაკო მეორე მხარეს, უბრალოდ შექმენი შენი სტრატეგია. ეს არ არის მოლაპარაკებების ან მშვიდობის დამყარების თეორია. ეს არის ის მიდგომა, რომელიც დღესაც მოქმედებს. 2019 წელს რენდმა გამოაქვეყნა დოკუმენტი, როგორ დაასუსტოთ რუსეთი. ასე წერია, როგორ გავაღიზიანოთ რუსეთი. ეს არის სტრატეგია, რომელსაც ბაიდენი მიჰყვება. როგორ შევაწუხოთ რუსეთი, როგორ დავასუსტოთ, როგორ შევუქმნათ ეკონომიკური კრიზისი და არეულობა. ამას ეძახიან მოკავშირესთან მოპყრობას. ამ თემაზე სალივანთან გრძელი და უშედეგო საუბარი მქონდა. გარეთ ციოდა, მთაში ვიყავი, სასრიალოდ ვაპირებდი წასვლას. ვეხვეწებოდი, ჯეიკ, არ დაიწყოთ ომი. პასუხობდა, ჯეფ, ომი არ იქნება, მაგრამ ყველამ ვიცით რა მოხდა მომდენო თვეში. მათ უარი თქვეს მოლაპარაკებაზე. ნატოს ღია კარის პოლიტიკა ყველაზე სულელური იდეაა. ანუ ნატოს შეუძლია სადაც უნდა იქ შევიდეს, მეზობლებს კი არანაირი უფლება არ აქვთ რაიმე თქვან. თუ კანადამ ან მექსიკამ გადაწყვიტა ჩინეთს ან რუსეთს სამხედრო ბაზის აშენების უფლება მისცეს, როგორი რეაქცია ექნება ამერიკას? 10 წუთის განმავლობაში ომი დაიწყება. მაგრამ ევროპელი ლიდერები, თქვენი კომისია, თქვენი მაღალჩინოსნები ამას სერიოზულად იმეორებენ. ეს არ არის გეოპოლიტიკა, ეს უბრალოდ აზროვნების დეფიციტია. ომი დაიწყო. პუტინის მიზანი რა იყო? მიზანი იყო ზელენსკის იძულება მოლაპარაკებული იყო ნეიტრალიტეტზე. ამის მცდელობა ომის მე-7 დღეს იყო. დაივიწყეთ პროპაგანდა, რომ თითქოს რუსეთი უკრაინას მთლიანად დაიპყრობდა. საქმე მხოლოდ ერთ რამეს ეხებოდა, ნატო, ანუ აშშ არ უნდა მდგარიყო რუსეთის საზღვრებთან. თუ რუსეთი ან ჩინეთი სამხედრო ბაზას მექსიკაში ან კანადის საზღვარზე ააშენებდა, აშშ არა მხოლოდ განერვიულდებოდა, არამედ 10 წუთში ომი დაიწყებოდა. მაგრამ აქ კიდევ უფრო კრიტიკული საკითხია. 2002 წელს ამერიკამ ცალმხრივად დატოვა ანტისარაკეტო შეთანხმება და მთლიანად გაანადგურა ბირთვული იარაღის კონტროლის სისტემა. ბირთვული შეთანხმებები ყოველთვის ეფუძნებოდა პრინციპს, რომ პირველი ბირთვული დარტყმა უნდა დაბლოკილიყო. ABM შეთანხმება ამის მთავარი ნაწილი იყო. მაგრამ ამერიკამ ის 2002 წელს გააუქმა და ამით რუსეთი საშინლად აღშფოთდა. 2010 წლიდან ამერიკის შეერთებულმა შტატებმა პოლონეთსა და რუმინეთში AEGIS-ის სარაკეტო სისტემები განათავსა, რაც რუსეთს ასევე არ მოეწონა. ხოლო 2021 წლის დეკემბერში და 2022 წლის იანვარში მოლაპარაკებების ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო. აქვს თუ არა ამერიკას უკრაინაში სარაკეტო სისტემების განთავსების უფლება? ბლინკენმა ლავროვს 2022 წლის იანვარში ასე უპასუხა. ამერიკას აქვს უფლება განათავსოს სარაკეტო სისტემები, სადაც უნდა. არის ეს ის, რასაც მოკავშირე ჰქვია? ახლა კი ამერიკა საშუალო რადიუსის რაკეტების კვლავ განვითარებას აპირებს გერმანიაში. ამერიკამ 2019 წელს ცალმხრივად დატოვა INF შეთანხმება. დღეს არ არსებობს ბირთვული იარაღის კონტროლის არც ერთი სისტემა. ზელენსკიმ 7 დღეში განაცხადა, მოდით დავიწყოთ
დაიწყოთ მოლაპარაკებები. მე ამ პროცესის დეტალები ზუსტად ვიცი, რადგან ყველა მხარესთან დეტალური კომუნიკაცია მქონდა. რამდენიმე კვირაში უკვე არსებობდა დოკუმენტი, რომელსაც პუტინმა დაუჭირა მხარი. ლავროვმა წარადგინა და თურქის შუამავლების მეშვეობით მოლაპარაკებები უნდა გამართულიყო. მე თავად ჩავფრინდი ანკარაში, რათა შუამავლობის საქმიანობა დეტალურად შემესწავლა. რა მოხდა? მიუხედავად იმისა, რომ შეთანხმება თითქმის მიღწეული იყო, უკრაინამ ცალმხრივად დატოვა მოლაპარაკებები. რატომ? იმიტომ რომ შეერთებულმა შტატებმა უბრძანა ასე მოქცეულიყო. ბრიტანეთმა კი დამატებით თავისი როლი შეასრულა. ბორის ჯონსონი უკრაინაში 2022 წლის აპრილის დასაწყისში ჩავიდა და ზელენსკის სიტუაცია აუხსნა. თუ თქვენი უსაფრთხოება ბორის ჯონსონის ხელშია, ღმერთმა შეგინდოთ. გარკვეული დროის შემდეგ კი აღმოჩნდა, რომ კիր სტრამერი ბრიტანეთის შემდეგი პრემიერ-მინისტრი კიდევ უფრო უარესია. ეს წარმოუდგენლად ჩანს, მაგრამ სრული სიმართლეა. ბორის ჯონსონმა ღიად ახსენა, რას ეხებოდა ეს ყველაფერი. არა უკრაინას, არამედ დასავლეთის ჰეგემონიას. მე და მაიკლი 2022 წლის გაზაფხულზე ვატიკანში შევხვდით ჯგუფს და დავწერეთ დოკუმენტი, სადაც აღნიშნეთ. ამ ომიდან უკრაინისთვის არაფერი კარგი არ გამოვა. აწარმოეთ მოლაპარაკებები, სანამ გვიან არ არის, რადგან მეტი დრო მხოლოდ მეტ მსხვერპლს, ბირთვული ესკალაციის რისკსა და ომის შესაძლო წაგებას ნიშნავს. იმ დოკუმენტში არც ერთი სიტყვა არ იყო მცდარი. და მას შემდეგ, რაც აშშ-მ უკრაინამ მოლაპარაკებების მაგიდიდან ძალის წამოიყვანა, დაახლოებით მილიონი უკრაინელი დაიღუპა, ან მძიმედ დაშავდა. ამასობაში ამერიკელი სენატორები, რომლებიც წარმოუდგენლად ცინიკურები და კორუმპირებულები არიან, ამბობენ, ეს შესანიშნავი ინვესტიციაა, რადგან არც ერთი ამერიკელი არ იღუპება. ეს სუფთა პროქსი ომია. სენატორი ბლუმენტალი ხმამაღლა ამბობს ამას. მიტ რომნიც ხმამაღლა ამბობს ამას. ეს საუკეთესო ფულია, რაც ამერიკამ დახარჯა. არც ერთი ამერიკელი არ იღუპება. ეს დაუჯერებელია, თუმცა ეს პროექტი ჩაბარდა. იდეა თავიდანვე ასეთი იყო. რუსეთი ვერ გაუძლებს ზეწოლას. როგორც ბჟეზინსკიმ ჯერ კიდევ 1997 წელს თქვა, ამერიკელები დარწმუნებულნი იყვნენ, აცხადებდნენ, ჩვენ უპირატესობა გვაქვს და აუცილებლად გავიმარჯვებთ. მათ ეგონათ, რომ რუსეთის დაშინებას შეძლებდნენ, რომ ისინი რეალურად არ იბრძოლებდნენ, არ მობილიზდებოდნენ. მათ ეგონათ, რომ SWIFT-დან გათიშვა და ეკონომიკური სანქციები მათ გაანადგურებდა. მათ ეგონათ, რომ HIMARS-ები ATACMS-ები და F-16-ები ომის ბედს გადაწყვეტდა. ამასობაში მე ამას 70 წელია ვისმენ. ხოლო ჩემი ქვეყნის მთავრობა ყოველდღე აბსურდს ლაპარაკობს. მე ვთხოვდი უკრაინელებს, გადაირჩინეთ თქვენი სიცოცხლე, თქვენი სუვერენიტეტი, თქვენი ტერიტორია. იყავით ნეიტრალურები, არ მოусმინოთ ამერიკელებს. მე გავუმეორე მათ ჰენრი კისინჯერის ცნობილი სიტყვები. იყო შეერთებული შტატების მტერი საშიშია, მაგრამ იყო მისი მეგობარი ფატალური. ევროპა, გაიგეთ, ამერიკის შეერთებული შტატების მტრობა საშიშია, მაგრამ მასთან მეგობრობა მომაკვდინებელი. ახლა კი ტრამპზე ვთქვათ რამდენიმე სიტყვა. ტრამპი წაგებულ ომს არ აიღებს საკუთარ თავზე და სწორედ ამიტომ ამ ომის დასრულების ალბათობა მაღალია. ტრამპი და პუტინი შეთანხმდებიან ომის შეწყვეტაზე. ევროპა განაგრძობს თუ არა ომის გაღვივებას, მნიშვნელობა არ აქვს. ომი დამთავრდება. ეს ომი მორჩა. გთხოვთ, აუხსენით თქვენს კოლეგებს. ეს მორჩა. და დასრულდება არა იმიტომ, რომ დიდი მორალური გადაწყვეტილებაა, არამედ იმიტომ, რომ ტრამპს არ სურს წაგებულის მხარეს დადგეს. ეს წაგებული ომია. ერთი მხარე, რომელიც მოლაპარაკებების შედეგად გადარჩება, არის უკრაინა, ხოლო მეორე ევროპა. ევროპული საფონდო ბირჟები ბოლო დღეებში იმ საშინელი ამბის გამო იზრდება, რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობს. მოგწონთ თუ არა, ეს საუკეთესო რამაა, რაც ევროპას შეეძლო მიეღო. მე ვცდილობდი ევროპელ ლიდერებთან კონტაქტს, უმეტესობას არ სურდა ჩემთან საუბარი, მაგრამ მაინც ვუთხარი. არ წახვიდეთ კიევში, წადით მოსკოვში, თქვენს კოლეგებთან მოლაპარაკებები დაიწყეთ. თქვენ ევროპა ხართ, 450 მილიონი ადამიანი, 20 ტრილიონი დოლარის ეკონომიკა. თქვენ უნდა იყოთ რუსეთის მთავარი სავაჭრო პარტნიორი. ეს ბუნებრივი კავშირია. და ბოლოს, თუ ვინმე საინტერესებს, როგორ ააფეთქა ამერიკამ Nord Stream-ი, სიამოვნებით ვისაუბრებ ამაზეც. ტრამპის ადმინისტრაცია იმპერიალისტურია. მათი დევიზია ძლიერი სახელმწიფოები მართავენ მსოფლიოს. ჩვენ გავაკეთებთ იმას, რაც გვინდა, როცა შეგვეძლება. ისინი ბაიდენზე უკეთესები იმ კუთხით იქნებიან, რომ საჭიროების შემთხვევაში წაგებული ომებიდან გამოვლენ. მსოფლიოში რამდენიმე ომის ზონა არსებობს. ერთ-ერთი ახლო აღმოსავლეთია. ევროპას რომ რეალური პოლიტიკა ჰქონდეს, ამ ომის შეჩერება შესაძლებელი იქნებოდა. ჩინეთთან ომიც შესაძლებელია. ახალი მშვიდობის ხანა არ დამდგარა, არამედ განსხვავებული პოლიტიკური ვითარებაა. ევროპას რეალური საგარეო პოლიტიკა სჭირდება და არა უბრალოდ რუსოფობია. რეალური პოლიტიკა, რომელიც გაიგებს როგორც რუსეთის, ისე ევროპის და ამერიკის ინტერესებს. თორემ ამერიკამ შესაძლოა დანიის ტერიტორიაზე ჯარებიც კი გადმოსხას. მე არ ხუმრობ და არც ისინი ხუმრობენ. ევროპას თავისი საგარეო პოლიტიკა სჭირდება და არ უნდა დაუშვან, რომ ამერიკელი ოფიციალური პირები მართავდნენ ევროპას. ევროპელებმა უნდა მართონ ევროპა. თქვენ რუსეთთან ერთად დიდი ხნით იცხოვრებთ.
ასე რომ მოლაპარაკებები დაიწყეთ. რეალური უსაფრთხოების საკითხებია განსახილველი, მაგრამ ამერიკის ეს უგუნური თავგადასავალი, რომელსაც ევროპა მხარი დაუჭირა და შემდეგ მისი მთავარი ქომაგი გახდა, არაფერს წყვეტს. უკრაინაში ამ ყველაფერს მილიონი ადამიანი შეეწირა. რაც შეეხება ახლო აღმოსავლეთს, აშშ-მ სრულად გადასცა საგარეო პოლიტიკა ნეთანიაჰუს 30 წლის წინ, ხოლო ამერიკულ პოლიტიკაში ისრაელის ლობი დომინირებს. ამაში ეჭვიც არ შეგეფაროთ. შემიძლია საათობით აგიხსნათ, როგორ მუშაობს ეს ყველაფერი. ეს ძალიან სახიფათო რამაა. ვიმედოვნებ, რომ ტრამპი არ გაანადგურებს თავის ადმინისტრაციას და რაც უფრო უარესია პალესტინელ ხალხს ნეთანიაჰუს გამო, რომელსაც ომის დამნაშავედ მივიჩნევ და რომელიც საერთაშორისო სასამართლოს მიერ უნდა გასამართლდეს. უნდა განვაცხადოთ, რომ საჭიროა პალესტინის სახელმწიფოს 1967 წლის 4 ივნისის საზღვრების მიხედვით საერთაშორისო სამართლის შესაბამისად აღიარება. ეს არის მშვიდობის მიღწევის ერთადერთი გზა. ახლო აღმოსავლეთთან ევროპისთვის საკუთარ ფარგლებში მშვიდობის მიღწევის ერთადერთი საშუალება არის ორი სახელმწიფოს გადაწყვეტა, შესაბამისად პალესტინის აღიარება. ერთადერთი დაბრკოლება ამ გზაზე არის აშშ-ს ვეტო გაეროს უშიშროების საბჭოში. ასე რომ, თუ გსურთ რაიმე გავლენა იქონიოთ ამ პროცესში, მოუწოდეთ ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ ვეტო მოხსნას. თქვენ 180 ქვეყანასთან ერთად მხარს უჭერთ პალესტინის სახელმწიფოს შექმნას, ხოლო წინააღმდეგნი არიან მხოლოდ აშშ, ისრაელი, მიკრონეზია, ნაურუ, პალაუ, პაპუა ახალი გვინეა, მარშალის კუნძულები და პარაგვაი. ამ საკითხში ევროპას დიდი გავლენა შეიძლება ჰქონდეს, თუმცა ევროპამ გაჩუმება არჩია JCPOA-სა და ირანის საკითხზე. ნეთანიაჰუს ყველაზე დიდი ოცნება აშშ-სა და ირანს შორის ომია, მაგრამ ის ამ ოცნებას არ თმობს. ის შესაძლოა ახდეს, რადგან აშშ-ს არ გააჩნია დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკა. ის ისრაელის მიერ იმართება. ეს ტრაგიკული და წარმოუდგენელი მდგომარეობაა, თუმცა შესაძლოა დასრულდეს. ტრამპმა შეიძლება თქვას, რომ მას სურს საგარეო პოლიტიკის დაბრუნება. ვიმედოვნებ, რომ ეს ასეც იქნება და ბოლოს მინდა ვთქვა ჩინეთზე. ჩინეთი მტერი არ არის, ჩინეთი წარმატების ისტორიაა. აი რატომ განიხილავს აშშ მას მტრად, რადგან ჩინეთი ეკონომიკურად უფრო ძლიერია ვიდრე ამერიკა.